დავით უпроსწორეთ თქვენი აზრიც მითხარით, აი არ ვიცი, აღარც ვიცი რასთან გვაქვს საქმე, რა ტიპის ბოროტებაა ეს, რა სახელს დაარქმევდით აი ამას ყველაფერს? ანუ ბოროტება არის ჩვეულებრივი ბოროტება, ის სახის იცვლის სხვადასხვა ფორმებით გვევლინება, სხვადასხვა სიტუაციებში ის ცდილობს ჯერ ბანკიერი ფორმებით, ასე თქვა, შეფარული ფორმებით შემოვიდეს ჩვენს ცხოვრებაში, ადგილი დაიმკვიდროს, მერე კონტროლი დაამყაროს და მერე როდესაც უკვე ჩვენ ვხვდებით, რომ ის ბოროტება შემოსულა, მერე აი ამ დამყარებული კონტროლით ცდილობს, რომ რაღაცნაირად კუთხეში მიგვამწყდიოს და ყავდეთ იქ მიმწყდეული, რაც რასაკვირველია, ფაქტის სახეზე არის, ყველანაირი შეფასებით მრავალმხრივად გიორგი მრაცი საუბრა ვეთანხმები სრულიად. ეს ამბავი ბოროტებას არ გამოუვა ნამდვილად, იმიტომ რომ საქართველოს საზოგადოება და ზოგადად საზოგადოება და ადამიანი ზოგადად არ არის ის მოცემულობა, რომელიც შეიძლება უბრალოდ მიამკვიდროს და იქ სამუდამოდ გამოკეტოს სადღაც და უმეტესობა ადამიანების არიან კარგი ადამიანები და კარგი ადამიანი არის ის ადამიანი, რომელიც არის შინაგანად ძლიერი ადამიანი, სულიერად ძლიერი ადამიანი. ეს შეიძლება იყოს ადამიანი იდეალისტი გარკვეულწილად, ხო, რაღაცა სჯეროდეს ანუ მაღალი ფასეულობების და ასე შემდეგ და არ იყოს ასე ვთქვათ მერკანტილი, მაინც და მაინც ძალიან პრაგმატული, როგორც ახლა ბიძინა ივანიშვილს წარმოუდგენია, რომ ადამიანები არიან, მას მე როგორც ხვდები წარმოუდგენა აქვს, რომ რეალურად ეს ადამიანებში მუშაობს მხოლოდ ასე ვთქვათ მერკანტილური ინტერესი და შიში, მას როგორც ჩანს ვერ წარმოუდგენია და ძალიან მეწოდება მაგის გამო, მას როგორც ჩანს ვერ წარმოუდგენია, რომ ადამიანს შეიძლება მაღალი ღირებულებები უპირობო ნდობა კონდეს მაგალითად ადამიანებს ერთმანეთს შორის, რომლებიც ერთმანეთს უბრალოდ არ იცნობენ, ან კონდეს უპირობო სიყვარული, მიმღებლობა და ასე შემდეგ, ხო? შეიძლება ვერ წარმოუდგენია ალბათ, რომ უცხო ადამიანისთვის შეიძლება სიცოცხლე გვერდზე გადადო, შეიძლება შვილი გაწირო და ასე შემდეგ, ანუ ეს ვერ წარმოუდგენია. და შესაბამისად ეხლა დარწმუნებული ვარ, ფრიად გაოცებული. აი რა დარჩა ივანიშვილს თქვენი აზრით? არსენალში რა აქვს ივანიშვილს? აი ხა ვხედავ აქ უკვე ეს დღეს რაც გამოიკვეთა ეს თავდასხმები, ხო? ეხლა რაზეც დღეს ვისაუბრეთ, აშკარად რაღაცა ახალი პატერნი იკვეთება, რაღაცა ტაქტიკური შეიძლება იყოს რაღაცა ტაქტიკური ცვლილება, რომ აქციებს აღარ არბევენ, ასეთი მშვიდობიანი აქციები იყო მთელი ამ 2 კვირის განმავლობაში. ეხლა ბოლო 2 დღეა ნამდვილად ტაქტიკა შეიცვალა. ტაქტიკა იცვლება, ანუ ჯგუფური თავდასხმებიდან ეხლა როგორც ჩანს, იქ ნახა რომ ჯგუფურმა თავდასხმებმა გამოიწვია რეაქცია, იქ რაღაცა ცოტა კონტროლო ზონაში გავიდნენ ეს ასე ვთქვათ ტიტუშკები თუ არ ვიცი მე რა დავარქვა, ეხლა არ მინდა ამ გადაცემაში შესაბამისი ეპითეტები გამოვიყენო, მაგრამ რეალურად ნახა რომ ეს ცოტა არ იყოს უკონტროლო პროცესი არის და ასევე მე დაიწყო ამან დაასტიმულირა სხვა პირიქით აქეთ პატარა ჯგუფების შექმნა. ადამიანებს აქვთ თავდაცვის უფლება და შესაბამისად შეიძლება ძალიან ეფექტურად დაიცვან ამათმა თავი და მეტიც ქნან კიდეთ, ხო? და პირიქით უკან მიუბრუნდეს ეს ამბავი. მაგრამ როგორც ჩანს ეხლა ინდივიდუალურ დარტყმებზე გადავიდა და შეიძლება ეს რაღაცა ტაქტიკა იყოს ისეთი, რომელიც აი ინდივიდუალურ ტარგეტირებას გულისხმობს. რა შეაჩერებს ამ ყველაფერს, აი ორივეს გკითხავთ და დაგემშვიდობებით, ჯერ თქვენ მითხარით, შემდეგ ბატონმა გიგო. ჩემი აზრით პროცესი მიმდინარეობს, ეს პროცესი ახლა მე ვისურვებდი, რომ ცოტა უფრო ჩქარა მიმდინარეობდეს, მაგრამ მაინც მიმდინარეობს, მე შინაგანად ვარ, ასე ვთქვათ, მაქვს რწმუნება, ანუ ყველა დაკვირვებით ახლა ჩვენ ადამიანები, ვინც თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორში გვიმუშავია, ვიცით ძალაუფლება როგორ მუშაობს. და შესაბამისად არის ეს პროცესი მიმდინარეობს, ანუ საზოგადოების კონსოლიდაციის პროცესი მიმდინარეობს, როგორც ინდივიდუალურ დონეზე, ასევე ჯგუფურ დონეზე, ხო? სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფები ხა იკვეთებიან, პოზიციონირებენ კაფიოდ, ეს ინტერესთა ჯგუფები, ასე ვთქვათ, თანხwebdriverში არიან მოთხოვნებთან მიმართებაში ერთმანეთთან, პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოებრივი, ასე ვთქვათ, სამოქალაქო საზოგადოება თანხwebdriverში არის მოთხოვნებთან მიმართებაში, ეს კონსოლიდაცია მიმდინარეობს და შესაბამისად ეს პროტესტი არ გაჩერდება, ხა პირდაპირ გეტყვით, ანუ მე მაგალითად ჩემს რუტინაში და უამრავი ადამიანის ცხოვრების რუტინაში ისე შემოვიდა საღამოს რომ პროტესტზე მივდივართ, ხო, რომ ანუ მე თითქმის ვეღარ წარმოვიდგენია პროტესტზე რო არ წავალ რა უნდა გავაკეთო. ანუ ეს არის ჩემი ყოველდღიური ცხოვრება გახდა, ჩემი შვილის, ჩემი ბავშვების, ჩემი მეუღლის, ჩემი სიდედრის, ასე ვთქვათ, ანუ ესე არის ყველა ოჯახში, რა. ეხლა ეს პროცესი მიმდინარეობს, ამ პროცესს ემატება შინაგანად პირველ რიგში და მე ქუჩაშიც გამოვლენ, ემატება ისეთი ადამიანები, რომლებიც ასე ვთქვათ რაღაცნაირად მათი ილუზიის მსხვერპლობა ხდება, რომ რეალურად ისინი ხედავენ, რომ აქ რეალურად ბოროტებასთან გვაქვს საქმე და ანუ ამათ შემოეცლებათ საბოლოო ჯამში ის ადამიანები, ვის მხარდაჭერაზეც რეალურად დგანან და დარჩებათ აი ეს მძაღე ვერტიკალი,
რომელიც რეალურად მე საბოლოო ჯამში იმიტომ რომ რაც უფრო ნაკლები ხდება მათი ასე ვთქვათ გარეშე ადამიანების, რაც უფრო მეტი ადამიანები აკლდება და ეხა ასეთი ტიპის ასე ვთქვათ ტესტიმონიალებისგან ხო ეს ადამიანები ეხა ნელ-ნელა შემოეცემათ. იქ მე ღვივდება მათში უკვე უნდობლობის მაღალი ხარისხი და აიწყებენ ერთმანეთის ჭამას. და მე მგონი პირველი ინდიკატორები უკვე ვნახეთ, ხო? და ეს კიდევ უფრო მეტად გამოჩნდება, იმიტომ რომ შიგნიდან ცოტა რთულად გამოდის ხოლმე ეგ, მაგრამ ერთმანეთს ჭამენ ესენი და შეიძლება მართლა მუშტიკრივითაც არიან დაკავებული. ამიტომ ეს პროცესი წავა, გარედანაც ძალიან კარგი სიგნალები მოდის და ყველა მიმართულებიდან ეს წნეხი გაძლიერდება. ამიტომ ივანიშვილი არის ძალიან სერიოზული სიურპრიზების წინაშე, ძალიან შფოთავს, დარწმუნებული ვარ მე ამაში. ძალიან შფოთავს, კიდევ უფრო მეტ შეცდომებს დაუშვებს და ვინ აღმოჩნდება საბოლოო ჯამში მიმწყდეული კუთხეში, ამას მთელი ჩვენი საზოგადოება დაინახავს. და საბოლოო ჯამში ერთ აქცენტსაც გავაკეთებ, ადამიანის ცხოვრებაში და ქვეყნის ცხოვრებაში გაჭირვება არ არის მუდმივი ამბავი. ჩვენ ამ გაჭირვებას და აი ამ ტანჯვას, აი ნათელ მხარეს მდგომისთვის გასავლელ ტანჯვას გავივლით, ყველანი გავძლიერდებით, უკვე ვძლიერდებით და აი ეს გაძლიერებული მე ვეზიარებით აი ამ ტანჯვის საპირწონე და შეიძლება 10 მაგ კიდე სიკეთეს და ბედნიერებას ყველა ერთად. მართალი ბრძანდებით ბატონო